მოგესალმებით. გუშინ დღე გამოვტოვე. იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმეები იყო. მოკლედ მეზობელს ვეხმარებოდი. ჩემი დასვენების დღეები დავხარჯე, ასე ვთქვათ, კეთილ საქმეებს. ხო და დღეს სოსოს დაბადების დღე იყო. ჩაგისვავთ ვიდეოს. აზი დღეა რანათელი მზეა იმიტომ რომ დღეს სოსოს დაბადების დღეა. ჩაიფიქრე? არა? კიდე ავანთო? მადლობა, ვინც მოგვილოცეთ. სოსო თეას მადლობა გადავხადე, ნინოს. მოკლედ, გამომწერებიდან მოგვილოცა ნინო, თეამ მოგვილოცა, კიდე არ ვიცი თუ მავიწყდება მე მაპატიეთ. დღეს ისეთი დახუნძლული დღე გქონდა, არ მარტო დღეს გუშინ წი. მოკლედ, დასვენების დღე, ჩემი დასვენების დღე არ გამოვიდა მთლად ისეთი დასვენების დღე. ნუ ხო, ყველას დიდი მადლობა, ხო. გაიზარდა უკვე დიდი ბიჭია. 14 წლის გახდა. ჩემზე მაღალია უკვე. 41-ს ვარ უკუღმა, ანუ მე 15-ის ვარ მაშინ, 51-ის. ხედავ, არა, შენ 14-ის ხარ. მე 15-ის, ერთი წელია შორის ხო. კარგი კი იქნებოდა. დაუბრუნებულიყავი ახალგაზრდობაში. ეს გამოცდილება მქონოდა რამდენიმეს შევცვლიდი, ანუ უკეთესო რეინკარნაცია კიდე, ხო? არა, რეინკარნაცია არა. უბრალოდ ბევრ რაღაცას, ანუ გონივრულად გავაკეთებდი, ამიტომ ვინც ახალგაზრდები ხართ, ბევრად ახალგაზრდები, ნუ ესე სადღაც 18-20 წლის, 25 წლის და ცხოვრება წინ გაქვთ, კარგად აწონდაწოდეთ ყველაფერი და 3 წლის 6. ხო, რა სამი წლის 6, ანუ 6 წლისები. 6 წლისები, ხო. აქციები არ იყიდოთ, ბევრი 6 წლის ბავშვები. ხო, კიდე იმაზე ვნანობ ხოლმე ძალიან ხშირად, რატო ბიტკოინები არ ვიყიდე. აი 2000 რამდენ თან მქონდა, მეგობრებო, მქონდა, საქმეც იმაშია, რომ ის საიტი, რომელზეც ვაგროვებდი, ანუ მაშინ მაინინგი იყო, გერმანული რაღაც საიტი იყო და პაროლი და ის რა ვიცი მე დამავიწყე ამდენი წლების მერე. ჯობია მაშინ არ ხო, ეხლა ვიღაცა მეტყვის დამიწეს, გაიხსენე. ხო და რამდენი, ანუ რამეს გავაკეთებდი, ანუ ფინანსები ბევრს წვიტავს, მეგობრებო, არა მინახავს, რომ არაო. ხო. აი, დრო იყო, როცა ნატრები. ამ ძალიან არა, ხო. მოკლედ, დღეს კარგი დღე იყო. ჩემი ძმაც იყო. იქ როგორც თქვენ მითხარით, ვიღაცამ გამიწერა კომენტარში მაპატიეთ თუ არ მახსოვს სახელებით და იმითი ეს კომენტარები, მაგრამ კომენტარები მომახსოვდება ხოლმე. ის დივანთან დაკავშირებით ეს პარკი დავაფინე და ზემოდან ის და მოკლედ როგორც ჩანს პარკი აღარ მოსწონთ და იყოს, ну, მოკლედ მაინც გამოსაცვლელია ეს დივანი. არც ისე ძვირი ღირდა, ასეც კიდე ვიყიდი. ერთ დროს ჯერ მოვითქვა ცული. სხვათა შორის ეს ჟანას ვლოგებს რომ ვუყურებ ხოლმე და არა მარტო ჟანას კიდე ვიღაცას ქონდა სანთლებს რო ანთებს ხოლმე ძალიან მომწონს და მომეწონა ეს იდეა. ვიცი ცოტა მაღლა დავდგა რომ გამოჩნდეს. რაზე დავდგა ახლა? აი. მათის ბოთლზე. აჰა. ნუ ამაზე ჩანდეს. იას. ხო და მოკლედ დღეს დღევანდელი დღე როგორი იყო? აი, მოკლედ დილას ისევ ადრე გამეღვიძა. აღარ შევიბრუნე ძილი, იმიტომ რომ დღეს არ გამოდიოდა ძილი შებრუნება, თორემ მე გამეღვიძებოდა 4-ზე. მოკლედ რაღაცა ცოტა მივალაგ მოვალაგე, რაც არ მინდა ძალიან დავიტვირთო მეგობრებო, იმიტომ რომ
დასვენების დღე მინდა მართლა დასვენების დღედ გამოვიყენო ხოლმე და მიუხედავად იმისა, რომ სრულად არ გამომდის დასვენების დღეთ გამოყენება, მაინც რაღაც საქმეებს ვაკეთებ, მაგრამ ხო, ну ესე ქვია, მაგრამ ჩემს მეტი ვინ გააკეთებს სახლში საქმეს, ხო? იატაკებია მოსაწმენდი, დასახვეტი, მტრები დასაწმენდი, მოკლედ რაღაცები მისალაგებელი, მოსალაგებელი, სარეცხი, დასარეცხი, ჭურჭელი, დასარეცხი, სადილი, დასამზადებელი. ну აი ეს აუცილებელია, ეს რო არ გავაკეთო, არ გამოდის და სხვა ეხლა ის რომ მე გენერალურად რაღაცა ეხლა დავალაგო და ესეთი რაღაცები ჯერჯერობით არ ვიცი. ერთ შაბათ-კვირას ალბათ ავირჩევ მაგისტვის და მივხედავ ამ საქმეს. ხო, მართლა გუშინ, ეხლა რა რითი ვიყავი დატვირთული მეგობრებო, მოიცადეთ ჯერ ეს ცოტა ჩაუწიო, ჯაზი მაქვს ჩართული და გუშინ ჩემ მეზობელს, აი მეზობელს, რომელსაც ხანძარი ქონდა, მოკლედ სამზარეულოში ხო ქონდა ხანძარი და ხო ვანდამდარეკა მივედიო, ხო ნუ ჯერ პირველი წავიდა ჩემი ძმა, საქმეები ქონდა, მერე წავიდა დედა ჩემი, მერე ნიკა და მერე ბოლოს ვანდა შემომრჩა, ერთგული დაიკო და მერე ვანდაც წავიდა. მოკლედ აი ესე. ხო, გუშინ რას ვაკეთებდით, ხო, ესე იგი ეს სამზარეულო ხო დაეწვა და ანუ დაეწვა ახლა ძალიან ისეთი საშინელი ხანძარიც არ ყოფილა, უბრალოდ მოსაწესრიგებელი ხო იყო იქ რაღაცები და ნუ ახლა ვუთხარი რომ რაც შემიძლია ნუ იმაში დაგეხმარებით ხო და გუშინ წინ მითხრა ხვალო გამყევიო იმაზეო, რა ქვია, ელიავაზეო და მეთქი კარგი მეთქი გამოყვები, რომ გავიღვიძე. ხო შევიბრუნე ძილი კიდე და ისე მეზარებოდა, არსად წასვლის თავი არ მქონდა, მაგრამ მეთქი პირობა, უნდა წავიდე და თან აიცით როგორი სიტუაცია ახლა ელიავაზე, მეც ძალიან დიდი ხანია მინდოდა გასვლა, თუმცა კაპიკი ფული არ მქონდა, აი მართლა ოღონდ პურის ფულიც კი არ მქონდა მეგობრებო, იმას ვფიქრობდი უკვე რამოდენიმე ნაჭერი იყო პური დარჩენილი და მეთქი საღამომდე როგორმე გავიტანოთ თავითქო და მეთქი ელიავაზე მივდივარ, ეხლა რაღაცა მეთქი მოვიფიქრებთ ხო და ეხლა მიხვდებით რაზე ვსაუბრობ. ადრე ხო ვთქვი, რომ ეს ფანჯარას არაფა უკვე გაუბედურებულია წყლის განაცივისგან, ну მოკლედ ძალიან ცუდ დღეში იყო, უკვე ესე იყო, უკვე გაღუნული იყო. ქვემოდან ისიც კი მქონდა უკვე გასამაგრებლად ჯოხი ესეთი შეთქმული და მოკლედ სულ ზღაფავდა რა და ზომები აღებული მქონდა ესე ხოლმე საერთოდ ესე ბლოკნოტში ესე ვიწერ ხოლმე რაღაცებს და მეთქი ესა რა უნდა ღირდეს თქო რა ეხლა ისეთი და მეზობელთან ჩავირბინე და ვესესხე 30 ლარი. მეგობრებო ეს 30 ლარი ნუ ვესესხე და თან ვფიქრობ ეხლა ნუ აი ეხლა 20, 30, 25 რა ვიცი რაღაც ესე ეღირება თქო რა. ხო და რო წავედით მე და ჩემი მეზობელი ანუ ელიავაზე ფეხით წავედით აქედან არ არის ჩემი აზრით არ არის შორი და ჩემო თქვა ძალიან არ არისო ახლოსო მეთქი ახლა მე რო შეჩეული ვარ ფეხით სიარულს ჩემთვის არ არის შორი თან როგორც ყოფილი სპორტსმენი რა ვიცი მე ჩემთვის მართლა არ არის შორი აქედან ელიავას ბაზრობაზე რო ჩახვიდე ხო და სანამ იქ ჩავიდოდით წერტლის ბახთან ხო უნდა ჩამევლო რომ სტადიონისთან მე წერტელზე გავსულიყავი. ხო და ამ წერტლის ბაღის გვერდზე კაცი იყო ყიდი და ესე გამოხენილი ქონდა რა რაღაცა პროდუქცია. ჰა? ხო, სასახუბროს ბირთვული არახს ვიდიდო. მოკლედ ჩამეს გამოფენილი ქონდა ეს ზეითუნის ზეთი, დუბაის შოკოლადი, მდნარი ყველი, ეს შოკოლადის კარაქები, ანუ ეს საბუტებროდე ისინი. ну მოკლედ ძალიან ნაირ ასე ვთქვათ მრავალფეროვანი პროდუქცია ქონდა და ჩემი ყურადღება მიიქცია, კაი დიდი ეს ეხლა გაჩვენებთ მდნარი ყველი. ხო და
ეს მდნარი ყველი, მეგობრებო, წარმოიდგინეთ, აი ეს მდნარი ყველი არის 500 გრამი, ანუ 9 კილო. სოსოს ძალიან უყვარს მდნარი ყველი და თან ბევრ რაღაცებში იყენებს ხოლმე, მაგალითად, ანაკომს რო აკეთებს ან დეშირაციაში. შიგნით ხო ურევ ხოლმე შენ მდნარი. აბა იმას მაიონეზს ურევ ხოლმე? ესეც კარგი იქნება სხვათა შორის. არ მოგეწონა? ხო, ნუ კაი, ბუტერბროდებს ხო აკეთებ. ძალიან კაი. როგორც პოლიტიკური მომენტი. ხო, ნუ მოკლედ ვანდამ ხო გამოგვატანა ადრე ფასდაკლებაში რო იყიდა რაღაცა 5 ლარად იყიდა ფასდაკლებაში ის მოცუცქნული მდნარი ყველი და მეგობრებო ამ მდნარ ყველში მივეცი 8 ლარი. და თან ვფიქრობ ახლა ეს 30 ლარი ხომ მაქვს, კაპიტი მეტი არა მაქვს და მეთქი ახლა როგორ არ ვიყიდო ეს თან იმ კაცმა თქვა დღეს ვარო და всё ეს ბოლო დღე არისო და აღარ ვიქნებიო აქო. და მეთქი ვიყიდი, რაც იქნება, მეთქი ის რაფა მისი პანჯერასთან რაფა მოიცდის თქო თუ დამაკლდა თქო და მოკლედ ვუყიდე სოსოს ეს და მოუტანე. ხო და სოსო შედერა ეს მაცივარში და რომ მივედით ელიავას ბაზრობაზე, პირველივე ანუ შესასვლელშივე ახლოს არის ეს სადაც ეს რაფების ის არის. ანუ რაფების კი არა, ესეთი ფიცრების DSP ქვია თუ რაღაცა და ლამინირებულია რა, ანუ ესეთი პლასტიკკატი თუ როგორ არის, აი პრიალაზე და როგორც აი მარმარილოები რაღაც ესეთი და რომ ვკითხე ზომებით, რომ ვთხარი რა დამიჯდება ესა და ეს ზომები თქო და 20 ლარიო ისე გამიხარდა 2 ლარიც დამჭა პურის ფულად მეგობრებო და რომ იქიდან რომ წამოვედით ხო ჩემო მეზობელმა თქვა მეო ფეხით ვეღარ ვივლიო ისედაც ვერ ვივლიდით უკვე დატვირთულები ვიყავით იმანას თავისთვისაც ფიცარი რაღაცას დასჭირდა მოაჭრევინა კიდე ის რაც სჭირდებოდა ისინიც იყიდა ანუ გასაკრავი იქ სადაც პანჯრის მხარეს რაღაცა დაზიანდა და აი ეს კედელზე რო ეკრობა რა ეს წებოვანი ისინი ვარ მოკლედ პანჯრისკენ ავაკრავო და ეხლა მე კი ვიფიქრე რომ ეხლა კარგი იქნებოდა რომ ჯერ კარდონია ეკრო და მე დაეწებებინა ზედ მაგრამ არა უშავსო როგორც არისო ესე იყოს ნუ რაც უნდა და ნუ კარგი ესე იყოს თქო და მოკლედ ეს სამარეზები რაღაცები ნუ რაც გვჭირდებოდა ყველაფერი შევიძინეთ და წამოვედით ტაქსით წამოვედით ხო და ამოვიტანე თუ არა ეს ჩემი ეს რაფა ეგრევე დავიწყე ამაზე მუშაობა ჯერ მოხსენის მოვანგრიე გადავაგდე კიდევაც სანაგვეზე ნუ ხო ხდებით ახლა ეს იმძიმე იქით აქეთ ეს მტრევანგრევა რაღაცა ჩატანა გადაგდება ამოსვლა ისა მე ეს ხო დავამონტაჟი გავაკეთე რაფა როგორც იქნა დაემსგავსა რაღაცას მე ეს ქვემოთ ეს ფარდასავით მაგ ესე გაკეთებული იმიტომ რომ ქვემოთ ადრე ვფიქრობდი მეთქი რაღაცა კარადასავით გავაკეთებ სათავსო იქნება თქო რაფის ქვეშ მაგრამ მე ვიფიქრე იქნებ მე გათბობა გაკეთდეს და ნუ მოკლედ დავტოვე ესე და ფარდასავით ის ფარდაც უკვე ისე იყო და ესეც მოხსენი შევაგდეს არცხის მანქანაში გავრეცხე მე ეგრევე გამოვიღე ან ნესტიანი კი იყო მაგრამ ეგრევე ჩამოვკიდე იმიტომ რომ ეგრევე გაშრება ზედ მე ფარდაც ესე დამიკიდია ხშირად თხელი ფარდები რა თქმა უნდა რომ ნესტიანი ჩამოკიდებ და თვითონ შრება რა თან გაუთოვებაც აღარ უნდა ხოლმე ნესტზე გამიხარდა წვიმა რომ წამოვიდეთ ხო და ახლა მაგ წვიმაზე გამახსენდა ახლა ვიტყვი ხო და მე ესე იგი კიბეს ვეძებდით მეზობელთან მივედით გვათხოვა კიბე და ჩვენი კიბე ადრინდელი რომ დაკარგული გვეგონა ისიც ვიპოვეთ მეზობელს ქონია სახში შეტანილი და მოკლედ 2 კიბე ჩამოვიტანეთ თან იცით რამხელა კიბეები არ რკინის კიბეები ესე რომ იკეცება რა ტრუბებით რო აი მძიმე ტრუბებით და ეგ ორივე ისე ჩამოვიტანე ჩემ მეზობელს არ შეუძლია სიმძიმეებს ვერ წევს იმიტომ რომ მოკლედ არ შეუძლია და მე მომიწია ამ სიმძიმეების დრევა ამოვიტანე მე ეს გაუკეთე ეს ისა ნუ მოკლედ ჩემი დასვენების დღე ხო წარმოგიდგენიათ როგორ ეს მუშაობაში და ხელოსანი ხო და ნუ გავაკეთე ეს სადაც ზემოთ ავძვერი სადაც ჭერამდე იქიდან ეს ჩემი შურუპავი ორტებით ნუ მივამაგრე ეს რაც როგორც უნდოდა და მოკლედ მე ღირსა და შემოვედი სახში დავისვენე როგორც იქნა დავიძინე რა არის მე თვითონ გავკეთე კარგი ხო ნუ მოკლედ ესეთი ამბები იყო გუშინ წინაც ნუ ესე
ანუ სახში თავი ვერ ვიგზენი როგორც სახში. გუშინწინ გუშინაც და დღეს თავისთავად ახლა დაბადების დღე იყო და ახლა ცოტა სხვა მომენტია, ახლა უცხოს როცა ელოდები, სხვანაირი გრძნობა, მაგრამ სულ შინაურები რო იყო, თავი არ მიგრძნია ახლა ცუდად და ესე ვთქვათ, ცუდად რა, ახლა ცუდად კი არ ვგრძნობ ხოლმე უცხო ადამიანებთან უბრალოდ აი სახში როგორც სახლურად როგორ ვთქვათ რა, აი თავისუფლად რო ხარ რა, არ ხარ რაღაცა ისე მაინც მორიდებულად რა. გამიგებთ ხო, მიხვდით რას ვიძახი. ხო და ხო, ოღონდ იქით მიუშვირე, იქით. არა, იქით მიუშვირე, რომ დატრიალდეს ჰაერი. ხო. ვენტილატორი ჩართო მეგობრებო, სხვათა შორის დღეს 24 გრადუსია, ხვალდაზე მგონი 27 იქნება რა. პირველი შენჩა. ხო, იმიტომ რომ ძალიან ჩაიხუთა დღეს. კი, იმიტომ რომ სადღაც სოსოს ეძინა, 3 თუ 4-მდე გეძინა. კარგი ხანი ეძინა და მივხვდი რომ აი როცა ძალიან ეს ჩახუთულობა. ხო, იმიტომ რომ უჰაერობა ნორმალურად და დიდი ხანი რო და მე ჩამეჭამა. დღეს მეგობრებო კიდე მოჩი კარგი სიზმარი დამესიზმრა. ხო, კარგი სიზმარი დამესიზმრაო და ეთყობა არ უნდა და გაგვიძება ჯერ იგრძელებდა სიზმარს. ხო, თეა დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ნინო დიდი მადლობა რომ მოგვილოცეთ. თეამ საჩუქარი გაუკეთა სოსოს 50 ლარი ჩაურიცხა, მოკლედ ძალიან გაუხარდა სოსოს, მეთქი რა გიყიდო თქო და რაღაცა თავისი სურვილები აქვს და მეთქი რომ ანუ დავისვენებ შაბათ-კვირას გავალ და გიყიდი თქო. ხო და ასე რომ თეასგან საჩუქარი ექნება სოსოს, ხო. ჩემმა ძმამ ასე ვთქვათ გაუკეთა კიდე რაღაც საჩუქარი, ვანდამ ტორტი მოუტანა თავისთავად, ტორტი და ისა მოკლედ რა, დედამაც რაღაცა, მოკლედ ყველამ რაღაცა ცოტა რაღაცა საჩუქრები გაუკეთეს სოსოს და ასეთ ვისე ახლა კმაყოფილი იყო. და სხვათა შორის სოსო არც არის ისეთი ბავშვი, რომ აი რაღაცა ვთქვათ სხვა ბავშვებისგან ბავშვი რა მოზარდი, სხვებისგან განსხვავებით, რომ აი მაგალითად საჩუქრებზე რო კონდეს რაღაცა ის აი ხა ვანდა მაგალითად სულ იმას იძახის, რომ აი რატო არ მჩუქნით საჩუქარს, ანუ 1 იანვარს რო აქ დაბადების დღე და რაღაცა. ხო და აი ეს პატარა საჩუქარიც ეწოტავება ხოლმე და მოკლედ ესეთი აქვს ეს ვანდას ესეთი ხასიათი და მიუხედავად იმისა, რომ პატარა აღარ არის და მოკლედ ესეთი ამბები. ხო, სოსო პრეტენზიოა ეგეთ რაღაცებში არ აქვს დიდი ისეთი რაღაცა მოთხოვნები და რაღაცა. შეიძლება ძალიან დიდი მოთხოვნები აქვს და უბრალოდ ვერავის ვერ შეძლებს ამის გაკეთებას, არ ვიცი. ხო, მოკლედ ესეთი ამბები და დღეს ძალიან ცუდი ამბავიც მოხდა ჩვენთან აქ ახლოს. ზუსტად იმ ადგილზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც ვანდამ ტორტი შეიძინა, მოკლედ ახალგაზრდა კაცი მოკლეს და მე ჩემი აზრი, არ ვიცი, ეს ჩემი ვერსია, მანდაც ძალიან არეული სიტუაციაა. ეს სასტუმრო კოლხეთი რო იყო, მანდაც რაღაცა ისეთი მოკლედ რა, ძალიან არეული უბანია რა. კარგი პატრონი სჭირდება რა. აი მართლა კარგი პატრონი სჭირდება, იმიტომ რომ მე მახსოვს მეგობრებო, მე რო ცხოვრობდი, ანუ ჩხეიძის ქუჩაზე, მარჯანიშვილის თეატრის გვერდზე ქუჩაზე. ანუ მე თვლი, ახლა ესე მაშინ ესე ვეძახდით რა, პლეხანოველი ვარ რა, მოკლედ იქ დააბადებული, გაზრდილი და აი პლეხანოვზე არ დაუშვებდნენ პლეხანოველები, რომ რაღაცა მსგავსი ყოფილიყო უბანში. მე მახსოვს ერთხელ ეგრეთ წოდებული სექს-შოპი რო გახსნეს რაღაც და ჩალეწეს, დალეწეს, მოკლედ არ გაახარეს, არ რო იტყვიან, არ გააჭაჭანეს ეს მაღაზია და რეპუტაციას უბნელები ძალიან უფრთხილ, ასე ვთქვათ,
ხო რა მოკლედ უფრთხილდებოდნენ და ნუ ახლა უკვე ცოტა სხვა დროა ახლა უფრო როგორ გითხრათ რა იმდენი უცხოელს აქვს უკვე ეს გახსნილი მანდ კაფეებია თუ რესტორნები თუ რაღაცა რომ უკვე თავზე ზემოთ ძალა არ არის რა მოკლედ მაგრამ თავარია რომ ეგეთი რეპუტაცია ანუ მაგისგან შორს არის რა ხო და აქ როგორც ჩანს ამ უბანში მაინდამაინც ვერ დალაგდნენ თუ რა ვიცი პატრონი არ აყავს რა მოკლედ უპატრონო უბანია რა ხო და აი ესეთი ხდება ძალიან ხშირად ხდება ესეთი რაღაცები ეხლა როგორც ყური მოვკარი რაღაცა იქ მეშაურმესთან დაკავშირებული რაღაცა იყო თუ მოკლედ ვერ გავიგებთ ეხლა სინამდვილეში რა იყო როგორ იყო ძირითადად აქ ჩხუბები თუ ხდება მიხვდებით რატომაც ხდება ძირითადად აი ამ სუსტი ყოფაქციების ქალების გამო არის ხოლმე და ფული და მოკლედ რა ვიცი რას ვერ იყოფენ ხო აქაც არ კეთდებოდეს ახლა მილიონები და მილიარდები რა აი რაღაცა მართლა მე მაპატიეთ და აი ძონძი ხალხი თავმოყარე ადამიანი აქ არ მოვა თავისთავად ანუ ეგეთებთან ხო ну ეს თემა ჯერჯერობით ესე ვთქვათ ღია არავინ არ მაშვება არ აქცევს ყურადღებას რატომღაც არ ვიცი ვერ ხვდები რატომ ყველაფერი კეთდება რაც საჭიროა და რაღაცა ამის გარდა საოცრებაა ხო ну აი ესეთი დღე იყო მეგობრებო ძალიან სასიამოვნო დღე იყო ანუ სოსოს დაბადების დღე მიუხედავად იმისა რომ ესეთი ამბები გავიგე ძალიან მე უსაყვედურე დედაჩემს უნახია თან ეს საწოდავი ის მეთქი არ უნდა მოგეყოლა თქო და მე გეთქვა თქო მაგრამ ნუ ახლა მოყვა რა ხო, ესეთი ამბები მეგობრებო. კარგით, აბა ახლა დაგემშვიდობებით. მეც ახლა ამ ვიდეოს რო ავტვირთავ, დრო ხო უნდა კიდე, ნუ სადაც 11-12-ისთვის დავიძინებ ალბათ რომ გამოვიძინო და ხვალიდან 5 დღე ზედიზედ მომიწევს, ასე ვთქვათ, შრომა და ჯაფა და უნდა ვიყო ფორმაში, გამოძინებული და რო ენერგია მქონდეს და ხარისხიანად ვაკეთო ჩემი საქმე. მე არ მიყვარს ამას წინათ იყო რომელი დღე იყო მეგობრებო რამოდენიმე დღის უკან ეტყობა წნევაც დამივარდა იმდენად დისკომფორტულად ვიქცენ თავი აი თან რომ რაღაცა მინდა რომ გავაკეთო და აი ეს ჯანმრთელობის ამბავი ანუ ეს მაგნიტური დღეებია თუ რა ვიცი ეს ტემპერატურები არ მაძლევდა საშუალებას და მე წნევის აპარატით გავიზომე რა წნევა და ნახე რომ დაბალი მქონდა ანუ გამიკვირდა იმიტომ რომ ამ ბოლო ხაიმში სულ მაქვს ძირითადად 120-ის ზემოთ ანუ 135, 130, 120 ხო სხვათა შორის 120 მქონდა 80-ზე და თავს გრძნობდი როგორც აი ძალიან დაბალი წნევა იმიტომ რომ იმდენად გამომიმუშავდა ეს 135 და 130 რომ თავს ამ წნევაზე ნორმალურად გრძნობდა იქ უკვე რაღაცა თითქოს ძალიან რო გეძინება და რო ითიშები და აი გაგდებს რა ესე ვარ ხოლმე მოკლედ ესეც მისახედია თავისთავად კარგით მეგობრებო დაგემშვიდობებით კარგ საღამოს გისურვებთ ვინც დღისით უყურებთ კარგ წარმატებულ დღეს გისურვებთ და მშვიდობიან დღეს აბა დროებით ყველამდე